მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ ახლა დღეს ვიღავთ ისევ მეგობრებო, რამდენი 1-6-7 თვის პაუზის შემდეგ მეგობრებო, რა თქმა უნდა, დაგიბრუნდით. რა ქვიო, დაამთამაშ კიდე გადამავიწყდა ფუტბოლ 2025-ით მეგობრებო. აი მართლა მეგობრებო, რამდენი ხანიც ბოლო ვიდეო ან თამაშზე რომელიც ესა ბოლო ვიდეო ამ თამაშზე რო გადავიღო, არ ვიცი, აღარ მახსოვს ვისი თამაში იყო, ანუ ეს არის რა მოხდება სინამდვილეში. ანუ დღეს 9 საათზე არის თამაში. ეხლა ბევრი იფიქრებს, რომ 9 საათის მერე იღებს ამ ვიდეოს, ანუ შემდეგ დღეს ან რავი იცისო რა უკვე და მინდა განახოთ საათი აი აგერა. ეხლა არის მეგობრებო 7:04 წუთი უკვე და ვიღებთ ამ ვიდეოს 7:04 წუთზე მეგობრებო 2 საათში თითქმის 2 საათში არა 3 საათში თამაში დაიწყება მეგობრებო და წავედით აბა ნახოთ რა მოხდება სინამდვილეში მეგობრებო და რამდენი ხანია ამის თამაშიც კი დამავიწყდა ვაფშე და მოდი ყველაცხელია დღეს ათამაშობს, არ მგონია რომ ითამაშოს, არ ვიცი თუ ითამაშებს ჯერ და მოდი ზიბზივაზე გამოვიყვანოთ და იძახიან რომ ლორია იქნება დღეს კარში, მაგრამ არ მგონია რაღაცა ტყუილი მგონია რა. ხო და ზიბზივაზე ჩავსვა და მიკაუტაძე და კაშიასა და კაშია მოდი კაშია ვათამაშოთ რა, იმიტომ რომ მაინც ხო იცით ეხა მიდის ფეხბურთიდან და მივცეთ რა თამაში მაინც მივცეთ შანსი რა და იმედია მართლა კაშია ითამაშებს. ზოგი ძახის თამაშობს და ზოგი არა, მე ვიცი რომელი დავიჯერო არ ვიცი და აუ რეკლამა მეგობრებო, რეკლამა თქვენ გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო მეგობრებო და ავეთ ისე ამ ვიდეოს და ედიტების თავი არ მაქვს მეგობრებო, ხა იმიტომ რომ თან უნდა ვიმეცადინო, ხა უნდა მოუსწრო 9 საათამდე მარტო ისტორია მაქვს 60 და მოვასწრო ძალიან ცუდა მაქვს რა, ხო უნდა მოვასწრო რა 9 საათამდე და ამ ვიდეოს როგორც მოვუჩები იგივე დაიდება მეგობრებო და აბა რა ხა წავედით, მაგრამ ცოტა დამავიწყდა თამაში, იმიტომ რომ კონკრეტულად ეს ფეხბურთი ბოლოს როდესაც აი მართლა მეგობრებო ბოლოს როცა დავდე ვიდეო მაშინ და მიდი დაარტყი ბიჭო, აბა რა ბიჭო პირდაპირ რამდენიმე წამში ხა ამ თამაში რაც ხა 4 წუთი ალბათ გასული, მაგრამ პირდაპირ რაღაც წამებში ეგრევე ჩვენთვის წამებში მეგობრებო აი ეტყვეთ ეხავე რამდენ წამში გავიტანეთ ეს გოლი და კიდე რეკლამა მეგობრებო, ინადი არ გამომირთვია, მაგიტო ამდენი რეკლამა ბოდიშით მეგობრებო რეკლამებისთვის და რამდენი ხანი ეს ისა არ გადამიღია მეგობრებო, აი ძალიან დიდი ხანია და ვაფშე არ მითამაშია, ანუ კადრს ვიდეოს მიღმადაც არ მითამაშია ეს და მიდი ჩაკვეტაძე მიდის საჯარიმოში კვესკერი მაგრდარტყა პასი მიცა, მაგრამ თან ვერ მიცა მეგობრებო, ვერ მიცა რა პასი მეგობრებო და იმედი მაქვს ეხა გავიმარჯვებთ და 1-0 ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ და წამოიღეს სომხებმა ბურთი, რაც მე არ მომწონს, ძალიან ცუდად მიდის თამაში ეხა ამ მომენტში მეგობრებო. და წავედით მეგობრებო ეხა ოპა ზივზივაძე კიდე ბიჭო და რა ხო არ მიყავდა ვიბრავაცლე ნახეთ მეგობრებო რავაცლე
ძალიან დიდი მომივიდა ახლა დარტყმა და რაღაცები, მაგრამ არა უშავს მეგობრებო, იმედია მართლა ასე დაიწყება თამაში და მართლა გავარტყამ ჩემს ანგარიშს, რამდენი მოვიგე. ყველაზე ძლიერზე მაქვს დაყენებული მეგობრებო და არ დაწეროთ ახლა კომენტარებში ყველაზე 6-ით და 10-ით ნორს ვიგებო და რაღაცა მეც ვიღებ 10-ით ნორს, მაგრამ სომხები ამ თამაში და ისე რაც არის ცოტა რავი ძლიერ ნაკრები თან ახალი წვრთნელი ყავთ მე როგორც ვიცი ანუ ხო და ცოტა გაგვიჭირდება არა ქართველები მაინც მაგრები არიან ფეხბურთში და რაგბიშიდაც უნდა აღვნიშნო რაგბში ჩემპიონები ვართ მეგობრებო და მიდი დაარტყება სივსივაძე კიდე აცილა ხო არ მიხატავები ბიჭო რატო არ ვაცადე ცოტა ახლოში მივსულიყავი და მე დამეტყა მაგრამ კაი გოლები მინდა რომ შემოგთავაზოთ მეგობრებო მაგრამ არა უშავს TikTok-ზე მაინც არავინ არ აედიტებს რაც მინდა კაი გოლები მაგრამ ვიდეოსთვის მაინც კაია ოპა ჩაკვეტაძე მიდი აბა ჩაკვეტაძე უნდა გაიტანოს სინამდვილეშიც და ეხაც აბა რა ბიჭო ჩაკვეტაძე ამისურვდა აბა რა ჩაკვე მიდი აბა რა 2-0 ჩვენ სასარგებლოდ მეგობრებო პირველი ტაიმი უკვე 2-0-ია რაც მაგარია და რა უნდა მოვიგოთ და 6 წუთი დარჩა ალბათ ჩვენთვის წამები დარჩა ოპა ასე არ უნდა მოხდეს ხო აბა რა მამარდაშვილი მაინც მამარდაშვილია იმენა და პირველი ტაიმი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა და უცებ ჩავრთოთ ახლა მეორე ტაიმი მეგობრებო იმედია კიდე რეკლამა არ იქნება აუ კიდე რეკლამა და ეს რა რეკლამებია დიპილობა საიტები კაი ვინ დარჩა ლორიაც ხო არ ვათამაშოთ ისე ანა იყოს მამარდაშვილი იმიტომ მოგვენატა ლორიაც ახლა ცუდად არ მიიღოთ რომ ლორიაც მოგვენატრ მაგრამ რა თქმა უნდა ლორია რამდენი ხანი კარში არ ყოფილა ის კაი იქნება რომ ჩააყენო სხვათა შორის TikTok-ზე ნახე ვიდეო რო იძახოდნენ ლორია იქნება კარშიო და კომენტარები ძალიან ცუდი იყო იმენა კომენტარები აუ დაგვერხა აუ ლორიაო დაგვერხაო მეგობრებო რავი არ შეიძლება ეგეთი რაღაცები ლორია ძალიან კაი მეგარია რომ იცოდეთ ხო და როგორც მამარდაშვილი ესეთია მეგობრებო ჩემი აზრით იმიტომ ძალიან კარგი მეგარია რა ხო და რავი ხო და კიდე ვერ გავწდით ამ სომხებს კიდე აქ ოპა დავითაშვილი მიდი მიცა ლოჩოშვილს პასი ლოჩოშვილმა მიცა კვესტკეს და გადააჭრა და აცილა აბა რა არაზუსტი დარტყმა იყო ძალიან ცუდად დაარტყა მეგობრებო აი ძალიან ცუდად ხო დაინახეთ მაგრამ კარგად არ გავამეორებინე მიქავტაძე მინდი ერთი გოლს სინამდვილეშიც გაიტანე ხა შენ მიდი მიქავტაძე მიდი შანსი გაქვს მიდი აბა რა ბიჭო 3-0 არა მგონია 3-0 დამთავრდეს ეს თამაში მაგრამ ჩემი აზრით დამთავრდება აბა შეგახსენებთ რომ კიდევ 23 მარტს იქნება კიდევ სომხების საქართველოს თამაში და დღეს ჩვენი ბიჭები უკვე ჩასული არიან პრემზემში კაკაბაძე მიდი ბიჭო აუ კაია კიდე მინდა გოლების გატანა მომეცით ფურთი ბიჭო აგერ აქ
მეგობრებო, ისე რამდენი კადრს მიღბავდაც, ვაფშე ამ თამაშია ეს თამაში, დავიწყებული მქონდა თამაში და უკვე 3-0-ს ვიღებ. უფრო მეტ გოლსაც გავიტანდი, რომ თამაში ვაფშე არ დავიწყებოდა, იმიტომ რომ სულ თუ მომინდება ფეხბურთის თამაში ტყუილა რა აქ რა ჩაწერილი, არა ტყუილა არ მაქვს, იმიტომ არ ვშლი, ეხა იუთუბერი ვარ ვიყო და ამ კონტენტს რო არ ვიღებდი საქართველოს ნაკრების თამაშებზე და საქართველოს ნაკრების თამაშებზე რო არ ვიღებდი რაღაცებს, ხო ამ თამაშს წავშლიდი, იმიტომ რომ რავი ძალიანაც არ მომწონს რა ეს თამაში. მაგრამ ასე ჭირდება რა YouTube-ს და ქართულ ნაკრებს რომ ვითამაშო ქართულ ნაკრებზე თამაში და მიდი ჩაგვარი. აქედან რო გამეტანა იმენა გოლი. ხო კიდევ გამოვიწერეთ არხით ძალიან დიდი მადლობა უკვე 800 გადავაჭარბეთ და 840 და არ ვიცი ამ ვიდეოსო დავდებს ავარაუდობ თუ უფრო მეტზე იქნება, მაგრამ ამ წუთშიდაც არ ვიცი რამდენზე ვართ მეგობრებო. ძალიან ვითარდება ჩვენი არხი, მაგრამ კიდევ აქვე მინდა გამოთქვა რომ სამწუხაროდ რეიკის გამოჩენა აღარ გრძელდება და მოვიგეთ მეგობრებო. აბა რა და ნეტა ასე მოვიგებდეთ 3-0-ს სომხეთთან მეგობრებო, როგორც თამაში მოვიგეთ და მედია გავარტყამდა ამან გარეშს. ხო და მიხატაძე რო გაიტანს ზუსტად ვიცი მეგობრებო და რა თქმა უნდა ზივზივაძეს რა თქმა უნდა ათამაშებენ, ახლა კვარაცხელი არა ზივზივაძეს, რატო არ უნდა ათამაშონ. მეგობრებო არ გათიშოთ ერთი რაღაცა მინდა რომ ვთქვა, ჯერ არ გათიშოთ რეიკის გამოჩინა, რომელიც გავაგრძელე ვითომ, ანუ მეორე 7 თვის მერე ვითომ გავაგრძელე და მეორე ეპიზოდი დავდე. აღარ გრძელდება, ანუ ვაფშე აღარ გრძელდება. შეწყდა მაგის გადაღება. კინოებს რო ვიღებდით. ჯერ ხო სახიობები შეიცვალა. ანუ დემეტრე ჩემი მეგობარი აღარ იყო ისა რეიკი და რაღაცა აღარ უნდა რა კინოში რა რატომღაც აღარ უნდა ხო და ჩემი მეგობარი მოვიდა შემდეგ ანდრეა, რომელიც იყო ჯოდუ ტრიოს არხის წევრი და აღარ არის და დავრჩით მე და დემეტრე ჯოდუ ტრიოზე და ჯოდუ ტრიოც აღარ ერქმევა და კიდე მესამეჯერ გადაერქმევა სახელი. ამას მე შორტზე დავდებ მეგობრებო ვიდეოს და ყურადღებით იყავით და კარგად მოусმინეთ. კიდე აქვე ვიტყვი რა. აღარ დაიდება აწინ არასოდეს რეიკის გამოჩენა მეგობრებო და მოკლედ ანდრეა წავიდა YouTube-დან, ვაფშე ჩემი ვიდეოებში არ გამოჩნდა